ხსმენიათ ალბათ ზოგი ადამიანი ამბობს რომ აი ამინდი იცვლება სახსრები მტკივა და ხვდებიან ამინდის ცვლილებას თავისი ტკივილების მიხედვით. არა მარტო სახსრების ზოგი თავის ტკივილი, ზოგი ძველი ჭრილობა ტკივდება და ასე ფილმებშიც გინახავთ ალბათ და ყოველთვის გვაინტერესებს ხოლმე რომ რა დაავადებებია ესეთი ამისთანა რომ გარეთ ამინდი რო იცვლება ამას ადამიანის ორგანიზმი ხვდება. რატო ხდება ეს, რა დროს ხდება და როგორ შევამციროთ ეს დისკომფორტი და ტკივილი. პირველი და ყველაზე ხშირი მიზეზი, რატომაც ასეთი ტკივილები მძაფრდება, არის ოსტეოართრიტი. ოსტეოართრიტი არის სახსრების ანთების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ფორმა, არა ერთ-ერთი, არამედ ყველაზე ხშირი ფორმა. ზრდასრულ ადამიანებში, განსაკუთრებით 60-ის ზევით ყოველ მესამე ქალს აქვს და ყოველ მეხუთე მამაკაცს ამდენად გავრცელებულია. ამ დროს ხრტილი სახსრები იცით რომ ხრტილებისგან შედგება, ხრტილის ზედაპირები გვაქვს, ეს ხრტილები ერთმანეთს გლუვი ზედაპირები აქვს, რომ ეხახუნება დიდი ხახუნის ძალა არ იქმნება, მაშინ როცა პირდაპირ ძვლები რო ეხახუნებოდეს, დამტკივნეული იქნებოდა და ამას უბაშთან ძვლების განილეოდა და პრობლემაც ეგ არის ხოლმე, რომ ეს ხრტილები განილევა დროთა განმავლობაში, გარშემო არის მსუბუქიანთება, ზოგჯერ ძვლების ზედაპირებიც კი ჩანს ხოლმე, შესაბამისად ადამიანებს ტკივათ სახსრები და აი ეს განსაკუთრებით სახსრების გარშემო მერე ნერვული დაბოლოებები უფრო მგრძნობიარე ხდება და მცირე ცვლილებებზეც კი ადამიანს აქვს ტკივილის გრძნობა. ეხლა რა ხდება? ამინდი როცა იცვლება, ამინდი რომ იცვლება, გარეთ იცვლება ატმოსფერული წნევა. ატმოსფერული წნევა წვიმის წინ როგორც წესი წნევა ეცემა. ანუ წნევა დაბალია. გარემოში წნევა დაბალია და მეორეს მხრივ ჩვენი სახსრები არის ჩაკეტილი სისტემა, ჩაკეტილი ღრუ და ეს ჩაკეტილი ღრუ ამოვსებული არის სინოვიალური სითხით და სინოვიალური სითხე, რომელიც თავისი კაფსულითაა შემოფარგლული ქსოვილით და რა ხდება? გარშემო გვაქვს წნევა და ამ კაფსულასაც აქვს თავისი წნევა შიგნიდან. ის შიგნიდან გარეთ აწვება, გარეთ აწნევა, გარედან შიგნით აწვება. და გარეთ აწნევა თუ დავარდა, ეს კაფსულა ფართოვდება. კაფსულა რო ფართოვდება, ამას ნერვული დაბოლოებები მის გარშემო აღიქვავენ და ადამიანს აქვს ტკივილის შეგრძნება. ანუ პრობლემა არის ის, რომ ეს კაფსულა იჭიმება, იმიტომ რომ შიგნიდან წნევა იზრდება, ფართოვდება, იმიტომ რომ გარემოში დაეცა წნევა. ანუ ეს პირდაპირ კავშირში, ანუ გარემოში მაღალია წნევა, ეს კაფსულა დაპატარებულია და ტკივილი არ არის, თუ გარემოში დაეცემა წნევა, კაფსულა გადიდება და ადამიანს ეწყება ტკივილი. და ამიტომ ადამიანები არიან, რომ ამბობენ, რომ აი ტკივა სახსრების ამინდი იცვლება, წნევა ეცემა, სამწვიმო მოვა და ჩვეულებრივი ადამიანი ამას რა თქმა უნდა ვერ ამჩნევს, იმიტომ რომ თუ ჯანსაღია სახსარი ის მოქნილია, ანუ ეს წნევა გაიზრდება თუ დაპატარავდება, მიყვება და არაფერი განსაკუთრებული პრობლემა არ არის, მაგრამ როცა უკვე ისედაც ანთება, ისედაც დაზიანებულია სასახსრე ზედაპირები, მაშინ ხდება, როცა აი ესეთი ტკივილია, როცა წნევა იცვლება. მეორე ფაქტორი სახსრები ტკივათ ხოლმე სიცივეში, ან სიცივეში ტკივა სახსრები ამბობენ. რატო? იმიტომ რომ სიცივეში ეს სინოვიალური სითხე, რომელიც სახსრებში შიგნით არის და მათ ლუბრიკაციას ახდენს, დაახლოებით ისე როგორც ძრავში ზეთი. და აი ზუსტად ისე როგორც ძრავში ზეთი სიცივეში სქელდება, ასევე სქელდება ეს სინოვიალური სითხე სიცივეში და ამიტომ ვინაიდან ლუბრიკაცია არ არის სახსრების ხახუნის გამო უფრო მეტად არის მტკივნეული. ეს არის ხოლმე მიზეზი, რატომაც ამბობენ რომ ადამიანები რომ აი სიცივეში მცივა და სახსრები ამტკივდა, ან სიცივეში თუ არ სახსრები მტკივდება. ეგ არის მიზეზი, რატომაც ხდება ხოლმე. ეხლა რა არის გამოსავალი? ყველაზე მთავარი გამოსავალი მაგ დროს არის რომ სითბოში უნდა კონდეს, ანუ სითბო არის ყველაზე, იმიტომ რომ სითბოს დროს გარშემო კუნთები დუნდება, სისხლის მოქცევა უმჯობესდება და ამიტომ სითბო სახსრებისთვის არის მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში შეიძლება პადებია სპეციალური, რომელიც ათბობს დასადებები, შეიძლება ცხელი შხაპი, შეიძლება თბილად ჩაცმა, ანუ
სხვა გვარად შესაძლებელია სითბოს მიღება, მაგრამ ყველა შემთხვევაში ამცირებს ტკივილს. მეორე მეთოდი, რის გაკეთებაც შეგიძლიათ, არის რეგულარული მოძრაობა. რეგულარული მოძრაობა სისხლის მოქცევას აუმჯობესებს ქსოვილებში, აუმჯობესებს სახსრების ელასტიურობას და თვითონ სახსრის კაფსულის მდგომარეობას და ელასტიურობას. შესაბამისად, ნელი გაჭიმვები, ნელი მოძრაობა, მსუბუქი მოძრაობა საკმარისია იმისთვის, რომ ეს სინოვიალური სითხე სახსრში უფრო გახდეს უფრო თხევადი, უფრო ელასტიური და სახსრებს ნაკლები დისკომფორტი ქონდეს. მადლობა რომ დაინტერესდი. ამ ვიდეოს ვქნი უკვე 8 წელზე მეტია კვლევებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის სამედიცინო ინფორმაციით. არხზე დღეს 1700-ზე მეტი ვიდეოა. თუ აქ მიღებული ცოდნა გეხმარება და გაქვთ საშუალება, მხარი დაუჭირე არხს დონაციით. შენი მხარდაჭერით მეტ ადამიანს დაეხმარები იცხოვროს უკეთესი ჯანმრთელობით. ამიტომ და ნატურალური ლუბრიკაცია გაუმჯობესებს სახსრებს. აი ამიტომ აუცილებელია მსუბუქი მოძრაობა, არა სავალდებულო და არ არის საუბარი მძიმე დატვირთვაზე, არამედ საუბარია მსუბუქ ლუბრიკაციაზე და მსუბუქ ვარჯიშებზე. მესამე მეთოდი არის რის გაკეთებაც შეგიძლიათ საკვები, რომელიც შეიცავს ანთების კომპონენტებს, ბუნებრივი, მაგალითად ომეგა-3-ის მიღება საკვები დანამატის სახითაც შეიძლება, როგორც თევზის ცხიმიანი თევზის ჭამითაც შეიძლება. მაგალითად ტურმერიკი, კურკუმინი, იგივე კურკუმა შესაძლებელია ფხვნილებათაც იყიდება როგორც პირდაპირ საკვები და იყიდება როგორც საკვები დანამატებიც. ჯინჯერიც მაგალითად ჯინჯერიც ეს სამივე ამცირებს საკვები დანამატებათაც იყიდება და პირდაპირაც იყიდება. სამივე ამცირებს ანთებას, სამივე ეხმარება სახსრებს. და შესაძლებელია რა თქმა უნდა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდების გამოყენებაც, მაგრამ მათ აქვთ უარყოფითი მხარე ის, რომ საჭმლის მომენტზე კუჭს აღიზიანებენ მოკლედ და შეიძლება გამოიწვიონ სისხლდან და კუჭიდან. ამიტომ ეგ არის მნიშვნელოვანი, როცა ვთქვათ ნაპროქსენს, იბუპროფენს და ასპირინს ან უფრო ძლიერ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდებს იღებთ. მეორე მიზეზი, რატომაც ადამიანები გრძნობენ ამინდის ცვლილებას და რა დროსაც გრძნობენ, ეს არის შაკიკი ვისაც აქვს. ახლა შაკიკის დროს რა ხდება? შაკიკი არ არის უბრალოდ თავის ტკივილი, შაკიკი არის სისხლძარღვების და ნერვების მდგომარეობა, რომლებიც ძალიან მკვეთრად რეაგირებენ გარემოში მომხდარ ცვლილებებზე და მცირე ფლუქტუაციებზეც კი. და ადამიანების მესამეც, რომელსაც აქვს შაკიკი, ამბობენ, რომ ამინდის ცვლილება ყველაზე ძლიერი ტრიგერია მათი თავის ტკივილის და ზოგჯერ უფრო ძლიერი, ვიდრე უძილობა და სტრესი. ანუ ძალიან ძლიერი ტრიგერია, გამშვები მექანიზმია გარემოში წნევის ცვლილება. რატო? იმიტომ რომ გარემოში როცა წნევა ეცემა, აქაც სისხლძარღვები ფართოვდება, იმიტომ რომ სისხლძარღვებში იმატებს წნევა და სისხლძარღვები ფართოვდება. შესაბამისად, სისხლძარღვების გაფართოებას ძალიან მგრძნობიარე ტრიგემინალური ნერვის დაბოლოებები არის სისხლძარღვების გარშემო, თავის ტვინის გარსებში და ამას გრძნობს ადამიანი და მერე ამას გრძნობს ამას ქვია ჰიპერმგრძნობელობა ამ ტრიგემინალური ნერვის დაბოლოებების და ამას გრძნობს ადამიანი ძალიან ძლიერად და რეაგირებს და იწყება მერე შაკიკის შეტევა და ეს ნერვული დაბოლოებები სისხლძარღვების გაფართოების შედეგად ნერვული დაბოლოებები ღიზიანდება, იჭიმება, ეს აგზავნის ელექტრულ სიგნალს ტვინში და შემდეგ აქტივაცია ხდება კასკადის, ან ტკივილის კასკადის, რომელიც იწვევს მერე ამ თავის ტკივილს, გულისრევის შეგრძნებას, სინათლის მიმართ მგრძნობელობას, ხმის მიმართ მგრძნობელობას და ასე შემდეგ. და ეს ხსნის რატო არის, რომ ეს ადამიანები, რომელსაც აქვთ შაკიკი, ამბობენ, რომ 3-4 საათით ადრე სანამ ამინდი შეიცვლება, ამას გრძნობ და სანამ შტორმი დადგება, მე წინასწარ ვიცი, ამბობენ ხოლმე. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რატომაც თავი ტკივა ამინდის ცვლილებისას არის, განსაკუთრებით როცა არის სითბო და ტენიანი ჰაერი გარეთ, მაშინ ადამიანი ეფექტურად ვეღარ კარგავს სითბოს და როცა
სითბოს გაცემა არ ხდება ეფექტურად, თავის ტვინი გადახურდება. გადახურდებაში არ გულისხმობა რა თქმა უნდა, რომ ის რამე ისე კი არ იმატებს ტემპერატურა, რამე დააზიანოს და რაღაცა, მაგრამ სულ მცირე ცვლილებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ეს სისხლძარღვები გაფართოვდეს და საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს შაკიკის შეტევა დაეწყოს. და ასევე ცივი ტემპერატურაც პირიქით, ცივი ტემპერატურა სისხლძარღვები ვიწროვდება, მაგრამ ამ დავიწროების შემდეგ კომპენსატორულად ფართოვდება რაღაც დროის მერე. და აი ეს კომპენსატორული გაფართოება არის ხოლმე შაკიკის შეტევის მიზეზი, ანუ შევიწროება და მერე გაფართოება, აი ეს ფლუქტუაცია, ანუ მოკლედ შაკიკის თვის არის და პრობლემა არის, როცა სისხლძარღვები იცვლის ფორმას, ან ვიწროვდება, ან ფართოვდება და ასე შემდეგ. რადგან შევიწროებას მერე ყოველთვის მოყვება გაფართოება და ამიტომ არ აქვს ნიშნა, ამიტომ რომ სიცივეში, ტენიანობაში და ამინდის ცვლილების დროს ადამიანს ტკივაც თავი. რის გაკეთება შეიძლება სტაბილური შიგნითა ოთახის ტემპერატურა შეინარჩუნო და გარემო სტაბილური შეინარჩუნო სახლში, ეგაა მნიშვნელოვანი და უნდა აიცილო ძალიან მაგალითად სიცივიდან უცებ ცხელი შხაპის მიღება არა, იმიტომ რომ თავი აქ ტკივდება, იმიტომ რომ სიცივეში შევიწროებული იყოს სისხლძარღვები, მერე უცებ გაფართოვდება და ეგ თავს ატკევს. მეორე რაც უნდა გააკეთო არის საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება, რადგან მცირე დეჰიდრატაციამაც კი შეიძლება შაკიკის შეტევა გამოიწვიოს, რადგან სისხლი ოდნავ სქელდება, როცა საკმარisi წყალს არ იღებს ადამიანი და სისხლძარღვების მოქნილობა და ელასტიურობა იკლებს და ეგ კიდე ცალკე პრობლემაა. და მესამე რის გაკეთებაც შეგიძლიათ არის მაგნიუმი. მაგნიუმის დეფიციტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. მაგნიუმი აუცილებელია სისხლძარღვების მოდუნებისთვის და იმისთვის, რომ სისხლის წნევა იყოს სტაბილური და ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც აქვს შაკიკი, ხშირად არის ხოლმე რომ მაგნიუმის დეფიციტი აქვს. ხო, ეს ექსკლუზიურად იმ ადამიანებისთვის არ არის, ვისაც შაკიკი აქვს, მაგრამ ზოგადად ადამიანებს ძალიან დიდ ნაწილს აქვს მაგნიუმის დეფიციტი და ვისაც შაკიკი აქვს, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ამიტომ ვუსვამთ ხას, ამიტომ მაგნიუმის მიღება, მაგნიუმის გლიცინატი ან მაგნიუმის ციტრატი შესაძლებელია და ეფექტურია. მესამე კატეგორია ხალხის, ვინც ამინდის ცვლილებას გრძნობს, არის სინუსიტი, ვისაც აწუხებს სინუსების ანთება, ვისაც აქვს. სინუსები არის ღრუ, რომელშიც არის ჰაერი. ეს ღრუები ჩვენ გვაქვს სახეში, სახის მიდამოში, მაგალითად აი შუბლის უკან, წყვილის უკან, ლოყებთან და ასე. და ეს სინუსები უკავშირდება წყვილის ღრუს. უკავშირდება წყვილის ღრუს, ჰაერი შედის, გამოდის იქიდან. ოღონდ პატარა გამოსასვლელები აქვს და წარმოიდგინეთ როგორც გამოქვაბულებია რა, პატარა გამოქვაბულები გვაქვს სახეში. და ეს პატარა გამოქვაბულები პატარა გამოსასვლელები. ეს პატარა გამოსასვლელი პრობლემა არაა ხა, როცა ჩვეულებრივად ადამიანი ჰაერი შედის, გამოდის. მაგრამ როცა წნევა ეცემა და ეს ადამიანი თქვათ ალერგიულია, ან ვირუსული ინფექცია აქვს, ან სინუსიტი აქვს, მაშინ ისეთ ვიწრო არის გასასვლელი და კიდევ უფრო ვიწროვდება და იხშობა. და როცა იხშობა და შიმწნევა იმატებს, გარშემო აწვება სინუსების კედლებს და ამას ადამიანი გრძნობს როგორც სიმძიმის შეგრძნებას ტკივილ სახის მიდამოში და ამიტომ რომ ადამიანები რომელსაც აქვს სინუსების პრობლემები, ასევე გრძნობენ ხოლმე ამინდს და ამინდის ცვლილებას და ამიტომ ამბობენ რომ ეს სახე ტკივა წნევის შეგრძნება და ასე დამიმძიმდა და ასე საათებით ადრე სამ იქნება წვიმა მაგალითად. გამოსავალი არის რომ ლორწოვანი უნდა დაარბილო და დაატენიანო, ამიტომ ორთქლის უნთქვა, იცით, პაპური მეთოდით ჩვეულებრივ წყალს აადუღებ და ის უნთქებ იმას მოიტან ახლოს და ისე. ეგ არის და საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება. ასევე შესაძლებელია თბილი შხაპი, ასევე ამ სიმძიმეს სახის მიდამოში ხსნის. მეოთხე მიზეზი, რატომაც ადამიანები ამბობენ რომ ამინდის ცვლილებას გრძნობ, არის ძველი იარა, ძველმა იარამ გამიხსენაო, რომ ამბობენ ხოლმე, ეგ არის ზუსტად და რაშია საქმე ახლა. ეს როცა ადამიანს ქონდა მოტეხილი ძვალი ან გამწყდარი კუნთი ან მყესი ან ასე შემდეგ და ჩანაცვლდება ნაწიბურით, ნაწიბური არ არის ისეთი მოქნილი ქსოვილი, როგორც
იყო ორიგინალი, მოკლედ ნაწიბური არის უხეში ქსოვილი, შეცვლილი ნერვული დაბოლოებებით და თვითონ დაზიანების გარშემო ნერვული დაბოლოებები თავის მხრივ ხდება უფრო მგრძნობიარე და როცა წნევა იცვლება, ქსოვილები ჩვეულებრივ მიყვება წნევის ცვლილებას, წნევა ეცემა, ქსოვილები ფართოვდება, მაგრამ ეს იარა, ანუ ნაწიბური ვერ ფართოვდება ეფექტურად. და ამიტომ ადამიანს აქვს დაჭიმულობის შეგრძნება, ტკივილის შეგრძნება და მე ეს რო იჭიმება კიდე აწვება გარშემო ნერვებს. ნერვები გადამეტებულად მგრძნობიარე და ამიტომ რომ სამწვიმო მოვა, რომ ტკივილი გაუხსენებს ხოლმე და ეს შეიძლება ხდებოდეს ყველგან, მათ შორის ხერხემალში, ხერხემლის ტრამვის შემდეგ, ნეკნების ტრამვის მერე და ასე ნებისმიერი სერიოზული ტრამვის მერე შესაძლებელია რომ ადამიანს ჰქონდეს აი ეს გრძნობა. და ასევე სიცივეც ახდენს ამაზე გავლენას, სიცივე, იმიტომ რომ სისხლის მიმოქცევა ისედაც არ აქვს კარგი, აი ამ ნაწიბურს როგორც წესი და მით უმეტეს როცა სისხლძარღვები ვიწროვდება, მით უმეტეს უარესდება, ჟანგბადით მომარაგება და ამას აღიქვავს ნერვები მის გარშემო, ნაწიბურის გარშემო და არის რეაქტიული და გზავნის ძლიერ სიგნალს ტვინში, რომ აი რაღაც მტკივა ცუდათაა საქმე და ამიტომ რომ აი ადამიანის სიცივეში ის ძველი არა უხსენებთ, ამიტომ რომ ამით ცვლილებასთან ერთად გრძნობენ ესეთი ადამიანები. გამოსავალი, ყველა კაი გამოსავალი მაგროს არის სითბო, ანუ ის ადგილი, სადაც გაქვს იარა, სითბოში უნდა შეინარჩუნო, იმიტომ ძველმა ადამიანებმა ეს საიდუმლოებები იცოდნენ და იმიტომ თბილად ჩაიცვის სულ ამბობდნენ ყველაფერზე, თუმცა ზედმეტიც არ ვარგა, რა თქმა უნდა. და მეხუთე მიზეზი არის ფიბრომიალგია და ცენტრალური სენსიტიზაცია. ფიბრომიალგია რას ქვია? ადამიანებს აქვს, ზოგ ადამიანს აქვს გადამეტებული მგრძნობელობა გარემოზე და ის სიგნალები, რაც ნორმაში არ უნდა იწვევდეს ტკივილს, ამათთან იწვევს ტკივილს. და აქ არის ერთ-ერთი ესეც, რომ გარემოში როცა იცვლება წნევა, შესაძლებელია, რომ ადამიანს, ვისაც აქვს ფიბრომიალგია, სულ მცირე ფლუქტუაციაც კი ამ ადამიანში იწვევდეს მნიშვნელოვან ცვლილებას და ამბობდეს, რომ აი ამინდი შეიცვალა რაღაცა და ტკივილები დამეწყო. ეს უფრო ხშირია ქალებში და უმეტესად აქვთ ქალებს. დაახლოებით პოპულაციის 2-დან 4%-მდე 100 ადამიანიდან დაახლოებით 2-4 ადამიანს აქვს ფიბრომიალგია. აი ეს იყო რის თქმა წმინდოდა. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოწერეთ. მადლობა ინტერესისთვის.